მოკლე ჩართვა მერაბ მეტრეველთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და წლევანდელ პირველ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ახალი წლის აღნიშვნის შესახებ. მაინტერესებს როგორ მოგეწონათ სამთავრობო ღონისძიებები, მთავრობის მიერ დაგეგმილი კონცერტი. დღეს ასეთი არჩევანი მქონდა, ზოგი მთავრობის კონცერტს უყურებდა, ზოგი რუსთავი ორის. მოკლედ ვისი უფრო მოგეწონათ, ამაზე შეგიძლიათ ვისაუბროთ და ზოგადად რას ფიქრობთ ასეთ კონცერტებზე, რამდენად საჭიროა ის. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, მარტივად ვისაუბროთ ახალ წელზე. ჩვენი ტელეფონის ნომრები 237 139 238 139. ხოლო მანამდე მოდით ნახოთ კუჩის გამოკითხვა. რასაც ტელევიზიიდან ვხედავ, კი, რა ვიცი, მე მგონი ნორმალური იყო ყველაფერი რა. ეხლა დღეს იყო კიდე მეომარ ბავშვებს შეხვდა პრეზიდენტი რაღაცა დაასაჩუქრა. მე მგონი კარგი იყო რა. არ ვიყურები არაფერს არ ვიყავი, ანუ ტელევიზორს არ ვიყურებდი. მაყოფილი უნდა იყოს ჩვენ პირობებში ადამიანი მაყოფილებია. მე მომეწონა გარეთ რაც იყო, ნარიყალასთან. რა ვიცი. ჯობდა წინა წლებში რაც იყო. ისე რა, ამ თავრობის ხელში ვინ იქნება გვაყოფილი პენსიონერი კაცი ვარ და ასე ლარი მაგ პენსიონერია. სამწუხაროდ არ დავსწრები ვარ, ამიტომ ვერ დეტყვით. არა, არ მინახავს. გარეთ რომ ხალხისთვის კონცერტები იყო, რატომაც არა? კი. კარგი განათებული იყო ქუჩები და ყველაფერი. თვად მაყოფილები არ ვართ. ნუ რაღაცების დეფიციტი იყო რა, ყველაფერში ასე რომ ვთქვათ. მაშასე თქვენ რას ფიქრობთ, დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, შეგახსენებთ ჩვენი შეკითხვა, მოგეწონათ თუ არა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 139 238 139. თუ არის ზარი, მივესალმები პირველ მაყურებელს. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. ნუ ხელისუფლების მხრიდან შეიძლება ერთი თქვა დადებითი იყო, რომ რეგიონებში გააგზავნა მომღერლები და პრაქტიკულად ის ხალხი არ დატოვა გულგატეხილი, თორე თვითონ ახალი წლის ღონისძიების ცერემონიალის და სიხარულით თავისთავად ცხადია, უკვე რუსთავი ორი ბევრად აღემატებოდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, იმათმა მიაღწიეს ის, რომ უკვე ოცნებასა და ნაცებს შორის ძალიან მინიმალური განსხვავებაა და პრაქტიკულად არის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხლები დარჩა. თორე თვითონ დონით, აი რუსთავი ორის საახალწლო საღამო უფრო ევროპული და უფრო თანამედროვე და უფრო ახალგაზრდული იყო, ვიდრე ის რაც ჩატარდა სამთავრობო ხელისუფლების ქვეშ რიყეზე, იმიტომ რომ იქ ბოლო ჯგუფმა ასე თუ ისი რომელმაც სადღაც კარგად გააჯაზა, უფრო გახადა საყურებელი, ვიდრე მანამდე რომ გამოდიოდნენ და რაღაცებს აკეთებდნენ. იმიტომ რომ სტუდი აკუსტიკა ქონდა ტელევიზორში, სტუდი ჟღერადობა და გახმოვანება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია თქვათ, რომ გრძნობენ ეთყობა როგორც ჩანს ნაციონალები რუსთავი ორის მეშვეობით, რომ უკვე ძალიან კარგი მეტოქეები არიან ისინი ოცნებისა მომავალ არჩევნებში. მოდი პოლიტიკაზე დღეს მივისაუბროთ. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ბატონო მერაბ, გილოცავთ დამდგარ ახალ წელს, მომავალ შობას გილოცავთ რა თავარია. კი ბატონო. მე ისიც თქმა მინდოდა. ერთი თხოვნა მინდოდა თქვენი ტელეკომპანიის საშუალებით, რომ ტელეკომპანიებს მივმართო. ძალიან მომწონდა წინა ახალ წელს იყო თუ არ ვცდები, იცით ალბათ თქვენ ქართული ხმების ძველი გოგიდოლიძე რო იყო მაშინდელი. იცით ეს ამბები უცხოეთში რო კონდათ გასტროლები ახალი ზელანდია და ასე შემდეგ, იცით გადაცემაც არის თუ არ ვცდები შვიცერიანი თუ რაღაცა. აი ამის თხოვნა მაქვს, რომ არ ვიცი თქვენი ტელეკომპანია გაუშვებს თუ სხვა ტელეკომპანია, ამის გაჟღერება მინდოდა ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო, თუ 14-ში გაუშვებენ ძველ ახალ წელს მაინც ძალიან დიდი კითხვაზე რა პასუხი გაქვთ კითხვაზე? კითხვა ოდნავ დამიზუსტებინაცვალე. თუ მოგეწონათ საახალწლო კონცერტი მთავრობის მიერ ორგანიზებული რიხეს. მე ოჯახში გავატარე და ასე რომ ეს ტელევიზორში შეგეძლოთ გეყურებინა. არ მიყურე, სადაც ქართული სიმღერები იყო, ძირითადად იმას ვიყურებდი. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. მოკლედ შეგახსენებთ შეკითხვას, მოგეწონათ თუ არა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები. ნუ მარტო კონცერტს არ გულისხმობთ აქ. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. 237 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები.
რამდენიმე კომენტარს დავიკითხა, მამუკამ ჟანაძე გვწერს ირანიო, რაშვაში არ ვიცი, შორინა ჟანაძე გვწერს, უყურე მომეწონა იმედია, ქართველი მომღერლები უფრო მეტ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. უფრო უკეთესი და უკეთესი იქნებაო. გიორგი გვწერს, ყველაზე მაგარი ქობულეთში იყო. აისია გვწერს, არ მინახავს, ასეთი ხალხიც ხომ ვართო. მირიამ ბერულავა, რუსთავი ორის კონცერტი უფრო კარგი იყო, თან ძალიან უკეთესია. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ჯანმრთელად იყავი და ბედნიერად იყავი და ჭკვიანად იყავი. მადლობ, თქვენც ასევე. ეხლა რა მომეწონა ის რომ ჩემი სათაყვანელი მაია ჯაბუა იყო გენიალური რომანსების შემსრულებელი. მე ერთადერთი ესე იგი დღეს ეს არის მაია ჯაბუა, ვისაც ვეთაყვანები, ეს ჩემ სულში ზის და ჩემ გემოვნებაში. ნამდვილად შემელია როგორც მუსიკად მცოდნემ თქვა რომ მაია ჯაბუასნაირი მომღერალი ღონისძიებებზე რასეთ მოცულობ და თისფერი ტრიო. აი ეს ორი მეტი არავინ. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა. რამდენიმე კომენტარს კიდევ წავიკითხავ. კატოკი ნატოკი ლაგზე გწერს, ვინმე მუყურაო. მაკა მარჯანიძე სახაზო ღონისძიებების გარეშეც კარგად ვიმხიარულე და საერთოდ თბილისობის აღნიშვნის მსგავსად ესეთ დიდ უაზრობად მიმაჩნია, რადგან ახალი წლის მოლოდინი ისედაც ქმნის საზეიმო განწყობას. მომეწონა რომელიღაც მუნიციპალიტეტში რომ უარი თქვეს ასეთ გართობაზე და იმ ფულით მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლი შეიძინეს. ახალ წელს სხვებისთვის მინიჭებული სიკეთე და ქვემოქმედება უხდება ყველაზე მეტადო. მე საინტერესო არ ვიცი რომელ მუნიციპალიტეტში გააკეთეს ეს, თუმცა კარგი გაუკეთებიათ. მაყვალა თინცაძე გწერს, რუსთავი ორზე იყო მაღალი ხარისხის კონცერტი, ევროპის მოედანსაც არა უშავდაო. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. თუ გესმით, ჩემი გამარჯობა. გამარჯობა გესმით. არ ესმის, კი ბატონო, გავაგრძელებ კომენტარების კითხვას. ხო, ვახო ნავრუზაშვილი გწერს, ამას თუ სტეფანეს კნავილი ჯობდა საღოლ თქვენ გემოვნებასო, იქ რიყეზე პარო სტელარის კონცერტის ვიდეო უდევს და ამას ასეთ სტატუსს აქვეყნებს. ერთი მაყურებელი კიდევ გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. დიდუბიდან გაწუხებთ. ახალი წელი იმის თანამოგვილოცა მერიამ მტვერში ვიხრჩობით, გადათხრილია მთელი დიდუბე. რატომღაც ფანჯრების წინ დაგვიყარეს გროვებად ხრეში, მთელი ორი კვირა ასე იყო და დღეს მოუდგნენ და ეს ხრეში სადღაც გააქვრეს. ქუჩა დატოვეს, გადათხრილი გადმოთხრილი. სადა რომელი ქუჩა? ეს არის კერესელიძის, არჩილ კერესელიძის ქუჩა, მეგალაინის გვერდით. 200 მეტრიანი ქუჩაა. 4 კვირა თხრიდნენ. 4 კვირა ახალ წლამდე. ახალ წელს დაგვასვენეს, მაგრამ სახლი გავსებული იყო მთელი კორპუსი მტვრით, მათი ვაშიც მტვერი იყო. დღეს ადგენენ და ეს ხრეში სადღაც გააქვრეს. ანუ ხრეში წაიღეს. კი, სადღაც წაიღეს. ალბათ კიდევ რომელიღაც ქუჩა უნდა მონიშნონ. აი კატებმა რო იციან ხოლმე მონიშნავენ ადგილებს, ეს რომელიღაც ქუჩა უნდა მონიშნონ. იმისთანაც ახალი წელი მოგვილოცა ბატონმა ნარმანიამ, იმისთანა უძვირფასეს. რა, ჩვენ შეკითხვაზე რა სიტყვით? რა ვიცი. არ უნდა იყოს. დასაჭიროა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია. კი ბატონო, გასაგებია თქვენ მოსაზრებას. თქვენ რას ფიქრობთ სახალხო ღონისძიებებზე, რამდენად მოგეწონათ? გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. დიახ გისმენთ. გილოცავთ ახალ წელს. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით. ხო, ჩვენც ბათუმლები განებივრებული ვიყავით ხან კარერასი, ხან ბოჩელი, ხან ეკლესიასი. ეს ახალ წელზე სხვა დროს სტინგი შვილი ეკლესიასი, პლაჩიდო დომინგო და ეხლა ალეგროვა გპირდებოდა ერთი წლის წინ ახალი ხელისუფლების პირობებში 2 თვე ბილეთების გაყიდეს და ალეგროვას დონეც ვერ გავქაჩეთ, აღარ ჩამოვიდა. აჰა, და წელს რა მოხდა ბათუმში? ვინ გიმღერათ წელს ბათუმში? აღარ არის კი ბატონო. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. არის მეორე მაყურებელი თუ არ არის? ნინო აბრამია ბარათაშვილი გწერს, გომართელი სუხიტაშვილი ბაკურაძე, ხუციშვილი მახალდიანი, ებრალიძე, ხალვაში, ჯოხაძე, ბადურაშვილი, ზამბახიძე, ამადგა რომელი ამღეროდა წინა ხელისუფლების სახალხო კონცერტებზე. იქნებ მითხრა, თუ წურწუმიან სტეფანე იყო პრობლემა მხოლოდ. მაშინ გეტყვით, რომ სალომე ღვინიაშვილს მაინც ჯობიან ერთისა და მეორეც. ყველაზე კარგი კონცერტი ჰქონდა რუსთავი ორს მარტო ლუკა ზაქარიაძე გადასწონის ყველასო.
გიორგი ჩინჩალაძე გწერს, თითქმის არასდროს მომწონებია ხელისუფლების ორგანიზებული ღონისძიებები. მგონია რომ ცოტა სხვა რამ გჭირდება, უფრო და არა რომელიმე დეპარტამენტის უფროსის გემოვნებით შერჩეული სიმღერები და მომღერლებიო. მას კომენტარები ამოვწურე, თუ თქვენი ზარი არ იქნება, გადაცემასაც დავასრულებ. მოკლედ, გამარჯობა და გისმენთ. თუ არის ზარი, არ არის, კი ბატონო, მაშინ გაგიმეორებთ შეკითხვას, რას ფიქრობთ სამთავრობის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებზე, რამდენად მოგეწონათ, შეაფასეთ, რამდენად არის საჭირო ასეთი ღონისძიებები ზოგადად. ჩვენ გვახსოვს ეს დაიწყო თუ არ ვცდები პირველად ეროსი კიცმარიშვილმა რუსთავიორმა გააკეთეს ქუჩაში კონცერტი, რომ აი ახალ წელს შევხვდეთ ქუჩაში და არა სახლებშიო და შემდეგ თითქოს ტრადიცია დამკვიდრდა, ამიტომ გვაინტერესებს რამდენად მოგწონთ ეს ტრადიცია. ქუჩაში კონცერტები ახალ წელს და გადიხართ თუ არა ესწრებით თუ არა ამ კონცერტებს და საერთოდ წელს როგორი ორგანიზება იყო, როგორც იცით, მიშას დროს ჩამოთვალეს მომღერლები, ვინც ჩამოყავდათ და ხალხი ძირითადად უაყოფილო იყო იმით, რომ ამდენი ფული რატო იხარჯებაო, პომპეზური რატომ არისო, ახლა უკვე ამბობენ, რომ რაღაც არც ისე პომპეზურია და სახალხო განწყობა არ იგრძნობაო, მოკლედ ყველას თავისი პრეტენზია აქვს, თქვენ რას ფიქრობთ, თუ გაქვთ სურვილი დაგვირეკეთ. ტელეფონის ნომერებსაც შეგახსენებთ 237-139. თუ არის ზარი, თუ არ არის, მაშინ დავასრულოთ გადაცემა. მოკლედ ახალი წლის თემაზე, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჩვენი მაყურებლები ისევ ახალი წლის აღნიშვნაში არიან და აქედან გამომდინარე დარეკვა ეზარებათ. მოკლედ მე ხვალამდე გემშვიდობებით, შეგახსენებთ ჩვენ უკვე გამოვედით, მუშაობთ და შესაბამისად შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. თუ ერთი ზარი არის, როგორც მოგუნებიან, მოდით მასაც მოვუსმინოთ და შემდეგ დავასრულოთ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ძალიან კარგი იყო რუსთავიორი. კი ბატონო. გასაგებია თქვენ მოსა და დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, სამწუხაროდ მცირე ზარიანი, მაგრამ იმედია ნელ-ნელა ამოიქოქება ჩვენი მაყურებელი და ისევ ხშირად დაგვირეკავს, როგორც აქამდე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.